ძალიან დიდი ხანი ვიკავებდი თავს ამ მემუარის წაკითხვისგან, იმიტომ რომ ჩემი თაობა დაკარგული თაობაა, მე ასე მიმაჩნია, ჩვენ ძალიან ბევრი კარგი გამოვტოვეთ, იმიტომ რომ რეჟიმი იყო მაშინ, რომელსაც მე ვერ ვაპატიე ის ყველაფერი, რაც გამოვიარე დღეს ვიღაც წერდა, რომ ძალიან კარგი დრო იყო და რანაირი დრო იყო, მეთქი ფეხსაცმელი რო არ მქონდა, კარგი ცელოფნებს ვიცნობდი, რომ ზამთარში არ გამყინოდა თქო. ძალიან საინტერესოა, წარმოიდგინეთ, რამხელა რაოდენობის ჩანიშვნა მაქვს. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მსოფლიომ აღიარა გონიერ და ძლიერ პოლიტიკოსად, რომელმაც დამაკარგვინა ბავშვობა და ჩემ თაობას ბავშვობა არ ქონია და არ მინდოდა ხელი მომეკიდა ამ წიგნისთვის, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა წამეკითხა და გამეგო, რატომ ვიყავით ჩვენ მაშინ იმ დღეში, რაშიც ვიყავით პრეზიდენტი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ფიქრი წარსულსა და მომავალზე. მე ჩანიშვნებს რო ვაკეთებ, ამ მონაწერსაც ვაკეთებ, წაგიკითხავთ რამდენიმე მათგანს, ძალიან ერთადერთხელ ეხება სააკაშვილს და ჟვანიასთან შეხვედრას, როდესაც რეზიდენციაში მივიდნენ ისინი და უთხრა, რომ მე გადავდგებიო და ძალიან გაკვირვებულები მიყურებდნენ ორივეო, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა თუ ასე მშვიდობიანად თუ მივიღებდიო ამ გადაწყვეტილებასო და მე ვიფიქრეო, რომ საკმარისი იყო აქამდეო, რაც ქართველთა სისხლი დაიღვარა და მეტი აღარ იყო საჭირო. მე ვეთანხმები, იმიტომ რომ შევარდნაძეს შეეძლო არ წასულიყო, დაიღვარა სისხლი და შეენარჩუნებინა მმართველობა, მაგრამ არ გააკეთა და ეს ერთი პირველი მაგალითი იყო იმის, რომ ის იყო ძლიერი პოლიტიკოსი. კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები იყო კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც მან წერილი გაუგზავნა. დაბლად გიხრით თავს და ვუსურვებ ქართულ ხალხს დიდხანს გიხილონ, ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ხელმძღვანელად, ჩემი საახალწლო თხოვნაა დაეხმარეთ დავით გარეჯს და ქართულ ხელნაწერებს. აქ ძალიან მკვეთრად და მკაცრად არის ხაზგასმული, კონსტანტინე გამსახურდიას უდიდეს პატივს სცემდა, ეს ჩანს კიდევაც, მაგრამ ზვიად გამსახურდია არ უყვარდა. ზვიად გამსახურდიაზე წერს, რომ ის მაქამდეც მივალ, მაგასაც წავიკითხო, ცოტა დიდი ვიდეო არის, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ძალიან მაგარი საინტერესო წიგნია და თუ ვინმე საინტერესებს ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსული, აუცილებლად ეს მემუარი უნდა წაიკითხონ. ზვიად გამსახურდიამ ფრიად ოსტატურად გამოიყენა მასობრივ ფსიქოლოგიაში ჩადებული კომპლექსები. ზვიადს შეეძლო რეციდივისტი მინისტრად გადაექცია, ვეტერინარი იურისტად, მომღერალი მედოლე სახელმწიფო მოღვაწედ, სტომატოლოგიან მხატვარი სამხედრო გენიად, ზვიადმა რელიგიური შეფერილობა შეიძინა და რელიგიურ სექტას დაემსგავსა. ეს რომ წავიკითხე, მივხვდი, მე არ მახსოვს ზვიადის მმართველობა, მაგრამ ვიცი, რომ ზვიადი ძალიან მაგრად იყო შეყვარებული თავის ქვეყანაზე, მაგრამ პოლიტიკურად, რასაც წერს, არაერთხელ მომისმენია და წამიკითხია. ზვიადზე რასაც წერს და რაც ეხლა წაგიკითხეთ, დღევანდელ მმართველობაზე აუცილებლად უნდა დავაკავშირო, იმიტომ რომ დღეს ყავს მმართველობაში ის ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ ამ პოსტს და ისევ აქეთ მივდივართ, სადაც ქვეყანა დაიღუპა, ასე ვთქვათ. კიდევ წაგიკითხავთ ექსკურსიები, ესეც დღევანდელობასთან რა მაგრად არის კავშირში, წარმოიდგინეთ, ვინც ეხლა გეხართ ჩვენი ქვეყნის დაცვისა და რაჯოზე, მე ვფიქრობ თქვენთვის ეს წიგნი არის აუცილებლად წასაკითხე, იმიტომ რომ ამ წიგნის წაკითხვის მერე მიხვდებით, როგორ უნდა გააგრძელოთ გზა. ექსკურსიების საბაბით, როგორც
კერძო მოგზაურები სახლდებოდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ბინებში, რათა შეიარაღებული კონფლიქტის პირველივე დღიდან ჩაბმულიყვნენ საბრძოლო მოქმედებაში. ეს ისევ და ისევ კავშირშია დღეს რუსების შემოდინებასთან, რომლებიც დამკვიდრდნენ და როგორც კი შანსი მოეცემათ, ხელს გამოგჭრიან. გავაგრძელებ შემდეგ ვიდეოში, იმიტომ რომ გადავაჭარბე დროს.